მოგესალმებით ჩემო მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება თქვენი დაშორების მიზეზი. გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი, გაშლა იქნება ესეთი დეტალური, ჩაშლილი. შესაბამისად მოусმინეთ აუცილებლად სიგნიფიკაციასაც და ნახეთ თავიდანვე არის თუ არა ეს გაშლა თქვენი. თუმცა რა თქმა უნდა გაშლის მოსმენა მაინც შეგიძლიათ, ბევრი საინტერესო რჩევა შეიძლება ნახოთ, მოისმინოთ გაშლის დროს, ეს თქვენ სურვილზე არის რა თქმა უნდა დამოკიდებული. როგორც გითხარით, გაშლაში გვექნება მხოლოდ ერთი ვარიანტი და ნახოთ რას გვეტყვის გაშლა. აქვე შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, ოღონდ მომწერეთ ნომერზე WhatsApp-ში ან Viber-ზე 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook ვერზე Messenger-ში. მაშინ ასე დავიწყოთ, გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, საკმაოდ ისეთი მძიმე არტილერიით, რომ ასეთი უტყუარი, თუ შეიძლება ითქვას საჯარო გაშლისთვის უტყუარი სიგნიფიკაცია მივიღოთ და მერე ჩავშალოთ ეს თემა. პირდაპირ ამოგვივიდა ადამიანი, რომელიც დიდი ხანია შორიდან აკვირდებოდა თქვენს ურთიერთობას. შორიდან რას გულისხმობ ამაში, ხო, გვერდიდან აკვირდებოდა დიდი ხანია თქვენს ურთიერთობას. თითქოს ცდილობდა, რომ დაესკანერებინა, ყველაფერი შეესწავლა თქვენი ურთიერთობის შესახებ, სუსტი ადგილები, სად შეიძლებოდა დაეტყა თქვენთვის, სად იყო სუსტი ადგილები და ეს ადამიანი არის, როგორც ვთქვათ, არაკეთილის მოსურნე, შურიანი პიროვნება, რომელსაც არანაირად არ უნდოდა თქვენი ურთიერთობა. პირდაპირ ამოგვდის პიროვნება, რომელსაც ინტერესი აქვს თქვენი პარტნიორის მიმართ, რომელსაც ინტერესი აქვს თქვენი პარტნიორის მიმართ, არ გამოიცხავ, რომ შეიძლება როგორც მამაკაცი მას თავისთან ყავს ჩაკეტილი, ხო, არა ემოციურად და გრძნობებით, არამედ ვნების ხორციელი მიჯაჭვულობის დონეზე. ეს პიროვნება, ვინც აქ ამოგვდის, აქ ძალიან ისეთი გულგატეხილი ამოგვდის, შეიძლება ეს არის განაშორები, ოჯახი დაენგრა, რაღაცა ურთიერთობაში პრობლემები ქონდა სერიოზული. მოკლედ ეს ადამიანი არის შურით აღსავსე, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ არის დაბუღმილი და არა ეწყო ცხოვრება ისე მას, როგორც უნდოდა და ეხლა დიდი სიამოვნებით უნგრევს სხვა საცხოვრებას, ხო? ანუ ნებისმიერი გზით ცდილობს ეს ადამიანი, რომ თავისი ცხოვრება აიწყოს, შეიძლება სხვის თავებზეც გაიაროს, მაგრამ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მას სურს, ხო? ანუ ყველა შემთხვევაში, ეს ახლა იცით რა არის, შეიძლება ძალიან ნაწყენი არის, ზოგადად ცხოვრებაზე ძალიან ნაწყენი და გაბრაზებულია ეს ადამიანი და მასში იმდენად დიდი სიძულვილი, იმდენად დიდი სიხარბედევს, ხო, რომ არც კი ჩანს, ბოლომდე არც კი ჩანს ეს უყვარს ფული, უყვარს კაი ცხოვრება, უნდა რომ ყველა მას ემსახუროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ამისთვის რა თქმა უნდა ყველაფერს აკეთებს. ძალიან კარგად თამაშობს ეს ადამიანი, რომ არის ძალიან თბილი, ვითომ ძალიან მოსიყვარულე, რაღაცა ერთგული, რომ ამ ყველაფერს გრძნობებისთვის აკეთებს. შეიძლება როგორი ტექსტი იყოს, იცით, ახლა მაგალითისთვის მომყავს, ხო? მაგრამ მე ვიცი, რომ შენ ოჯახი ყავს, მაგრამ მე შენაირი ადამიანი მეორე არ შემხედრია, ძალიან მიყვარხარ და რაღაცა ეს მსგავსი რაღაცეები.
რაღაცა პრობლემა არის კიდე შვილოსნობასთან, ბავშვთან დაკავშირებით, რაღაცა იმედგაცრუება. შესაძლოა ცდილობს, რომ აქ ჩასახვა მოხდეს ბავშვის, ხო? შესაძლოა ცდილობს დაორსულებას. აი, არც ეს არ არის გამორიცხული. თუმცა, ნახეთ, ვინაიდან ეს არის საჯარო გაშლა და შეიძლება აქ კიდევ როგორ მომენტი იყოს, იცით, იყოს არა მანდა მაინც პირდაპირ მესამე პირი, ხო, როგორ ქალი მეტოქე თქვენი. არამედ ეს შეიძლება ოჯახის წევრიც კი იყოს, ხო? მე ეხლა აქ დიდად არ დავწვრილმანდები, იმიტომ რომ საჯარო გაშლა არის, თემა საკმაოდ რთული არის და თქვენ თვითონ მშვენივრად მოირგებთ და მიხვდებით, იგრძნობთ, ხო, ინტუიციურად შინაგანად უცებ იგრძნობთ, ვიზე არის აქ საუბარი. შეიძლება ამ ადამიანს აქვს რა, ხო, ნუ ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, ახლა ნამდვილად არ მინდა, ხო, ესე ჩამოთვალული დედამთილი, არ ვიცი, დაქალი ბიძაშვილი, არ ვიცი, ხო? უბრალოდ თვითონ ეს ადამიანი, ეს ქალი ცხოვრებაში ვერ შედგა როგორც ქალი, ხვდებით? რაღაცა ესეთი ცუდი ცხოვრებით ცხოვრობდა, რაღაცა შეიძლება შვილთან არ გაუმართლა, ან თვითონ შვილი არ გაუჩნდა, აი ესეც არის, ხო? ან შესაძლებელია იყოს, აი ეს პრობლემები, ხო, ეს მინიშნებები, რასაც გვაძლევს, აი ბავშვთან დაკავშირებით იგივე, ხო? ნუ თუ მესამე პიროვნებაზე გვაქვს საუბარი, ხო? თქვენს მეტოქე ქალზე თუ გვაქვს საუბარი, მაშინ ის უბრალოდ ცდილობს ეხა ბავშვის ჩასახვას და ამითი კიდევ უფრო მეტად თქვენი პარტნიორის, თქვენი მამაკაცის თავის თავზე მიბმას, აი გამობმას, ხო, ესე კუდივით. ნუ აი ფაქტიურად იცით რა არის, ადებილებს, ასულელებს მას, სულ დაკვირვების ქვეშ ყავს, ანუ ამის საშუალება აქ როგორც ჩანს არის, იმიტომ რომ როგორც ჩანს შეხება არის, ურთიერთობა აქ არის ერთმანეთთან და იცით როგორ აი კონტროლის ქვეშ ყავს, როგორც კი შეამჩნევს, რომ ოდნავ მაინც რაღაცა აი ეს მიბმა, აი ეს წაჭერა მოსუსტებულია, მაშინვე ამატებს, მაშინვე რაღაც ახალს იგონებს, შეიძლება თუნდაც ატყუებდეს ორსულობაზე, ხო? აი ეს მომენტები არის აქ კიდევ. ეხლა ცოტა მამაკაცზე ნახოთ რა ხდება. ეხლა აქ რა შეიძლება იყოს? აქ მინიშნება, ნუ სასმელთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ესეთი რაღაცა, რომ თქვათ, აი მამაკაცი ადრეს სვავდა, მერე დაანება თავი, ან მოუკლო, ან ზომიერად, ხო, ნუ ეხლა მით უმეტეს საქართველოში, მით უმეტეს ქართველი კაცები, ნუ სვასთან დაკავშირებით, ხო, მაგრამ ეხლა ჩვენ ხვდებით, ხო, ალბათ, რომ გადაჭარბებულზე მაქვს საუბარი, არანორმალურ, არა ზომიერ მოხმარებაზე არის აქ სასმლის, ანუ დაუბრუნდა ისევ სმას. ხო? აი თითქოს ერთი პერიოდი დაიწყო, მე თითქოს ერთი პერიოდი მოყოჩაღდა, მაგრამ ისევ აი დაუბრუნდა სასმელის სმას. რატო აკეთებს ამას? რა არის ამის მიზეზი? რა საინტერესოა. როდესაც ეს ადამიანი არაფხიზელ მდგომარეობაშია, მას გონია, რომ ყველაფრის ჩამოშორება, ჩამორეცხვა, ამითი ტვირთს იხსნის, ამითი გამაყუჩებელი ვით არის მისთვის და თითქოს ვერ გრძნობს ამ ტკივილს. თუ ეს ტკივილი ამართლა არსებობს, ეს ტკივილი მის ოჯახს უკავშირდება, მაგრამ ამის ჩამოხსნას ცდილობს. აი გონია, რომ ეხლა მე ფენიქსივით ავდგები, უცებ მოხდება ყველაფერი, ავდგები ფენიქსივით და ყველაფერს დავიბრუნებ თავის ადგილზე, გავწმინდავ, ყველაფერს ჩამოვირეცხავ ამ ტვირთს, ხო, ამ სიბინძურეს, რაც ჩემზე არის, მაგრამ ეხლა ნახეთ კიდევ რა არის, აქ ფინანსური პრობლემა უჩნდება. აქ შეიძლება დაიწყოს უკვე, არ ვიცი, სამსახურში შეიძლება პრობლემები შეექმნას, თუ უკვე პრობლემები არ შეექმნა, ფინანსური პრობლემები შეიძლება შეექმნას. ეხლა იცით როგორი მომენტი არის, ზოგადად მე პირად კონსულტაციაზეც ყოველთვის ვამბობ, როდესაც მამაკაცები ზოგადად თავისი ენერგეტიკით ძალიან მოწყვლადი არიან მაგიური ზემოქმედების მიმართ და აუცილებლად ურტყავს ხოლმე ხას. აი რატო იწყებენ? მაშინ იწყებენ სმას. პრობლემები ხდება ფინანსურ ენერგიებში. ფინანსური ენერგია ზოგადად ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ესეთი სუსტი და ფაქიზი ენერგია, ბუტია ენერგიაა, ხო? გაცებული რო ხარ, ურტყავს თეორიკულად ვამბობ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენს ფინანსურ ენერგიას, ხო? და აქ ხა თუ არის ზემოქმედება დაშორებაზე არის. მაგას ვეკითხებია, დაშორებაზე არის ზემოქმედება აქ.
აი ზუსტად აი ამ ქალისგან. თავის ქალბატონთან, ნუ ამ შემთხვევაში ალბათ თქვენ ხო? ხართ მისი ქალბატონი, თავის ქალბატონთან არის დაშორებაზე აქ გაკეთებული. ხო? და ამას ვამბობდი, რომ ფინანსურ ენერგიებზე ძალიან ურტყავს ხოლმე მამაკაცებს და ნუ ხასიათზეც და ასე შემდეგ. აი აქ ეს პრობლემა არის, აქ ეს პრობლემა ჩანს. და თუ სამსახურში პრობლემები არ შექმნია, რაღაცა დიდი ფინანსური პრობლემები არ შექმნია, ეს პრობლემები აუცილებლად დაიწყება. მასთან ეს ჩანს, რომ ფინანსური პრობლემები უნდა წამოაწვეს. ზოგადად როგორი მდგომარეობა აქ, რაზე ფიქრობს, რაზე დარდობს, ოჯახზე, სიყვარულზე, ნუ ბარა ისევ და ისევ, აი ფიქრობს თავის სიყვარულზე, ფიქრობს ოჯახზე, გრძნობებზე, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იცით როგორ არის, აი ამ ყველაფერს აფერხებს, ატორმუზებს, აი ის რაც მას გაუკეთეს, ის ზემოქმედება რაც მასზე არის, ეს შეიძლება იყოს მორალური ზემოქმედებაც, ხო შეიძლება იყოს რაღაცა შანტაჟი, აი იგივე შეიძლება ეს მომენტი იყოს, რომ ატყუებდეს ორსულად ვარ და ასე შემდეგ, ხო? და პლუს კიდევ იცით რა არის, აი ძალიან ნეგატიურად განაწყობს თავის თავს. შეიძლება თქვენს მიმართაც არც მაგას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ქალი აბა ნახოთ. ნახეთ, ხლართავს ეს ქალი ძალიან ოსტატურად ხლართავს ყველაფერს და ძალიან ნეგატიურად განაწყობს თქვენს მიმართ. ძალიან ნეგატიურად და უკვე თვითონაც იცით როგორ აი პატარა რაღაცაზე უკვე თვითონაც ამოიქოქება და ნეგატიურად განეწყობა ხოლმე თქვენს მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს ხლართავს აი ეს ვიღაცა გარე მესამე პირი, რომელიც რაღაცებს ცუდ რაღაცებს აკეთებს. ნუ ფაქტია, რომ დაშორების მიზეზი სწორედაც რომ არის, ხო, აი აქ კეთილდღეობის გახვეტაზეც არის. ძალიან ჭკვიანურად მოქმედებს ეს ქალი, ძალიან ჭკვიანურად, ძალიან ფრთხილად მოქმედებს ეს ქალი, ძალიან დაკვირვებით მოქმედებს, აი ესე ოსტატურად კლავს იმ ყველაფერს, რაც თქვენ, აი არ ვიცი, ალბათ წლების განმავლობაში ესე ნელ-ნელა აგროვებდით და უფრთხილდებოდით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ძალიან დაკვირვებულად და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. არაფერზე უკან არ იხევს, აქ იმის ილუზია, რომ დაინდობს ვიღაცას რაღაცა ესეთ ცუდ იცით რას ამბობს, მე დასაკარგი არაფერი მაქვს. აი ამას ამბობს. მას შურს ყველასი, ვინც ბედნიერია. ხო, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში რაღაცა არ ვიცი დიდი დაბოღმილია, იმიტომ რომ ვერ შედგა თვითონ ისე არ გამოუვიდა როგორც უნდოდა და ეხლა უკვე აკეთებს ამ ყველაფერს სხვადასხვა შავმაგიური რიტუალებით და მსგავსი რაღაცეებით, ეს მიმები და ასე შემდეგ, მაგრამ ის სულ ეს ფინანსურ კეთილდღეობას შეიძლება აქ ოჯახის კეთილდღეობასაც ურტყავდეს, რომ ოჯახში ყველა სიკეთესთან ერთად უკვე წასული იყოს. ჭუბზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე, დაშორებაზე, კონფლიქტებზე, აი ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამოდის აი აქედან. აქ არც ვიცი მეტი რაღა უნდა გავაგრძელო და სად უნდა გავაგრძელო. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ცუდ ადამიანთან რეზონირდება, არაფერი სასიამოვნო ამ გაშლაში არ იყო. ხო, რასაც გვიჩვენებს და მით უმეტეს საჯარო გაშლა არის, წარმოდგენა რთულია თქვათ, რას აჩვენებს პირადში, ხო, უკვე დეტალურად როდესაც ინახება კონკრეტულად, ნუ მისთანაც რეზონირდება ეს. აი ეს ყველაფერი, ხო, აი ეს კამათი, ეს რაღაცა მოსვენება დაკარგული ოჯახი, ხო, სიმშვიდე დაკარგული ოჯახი, ფინანსებში გაჩენილი პრობლემა, აგრესია, ხო, ანუ აგრესია მე მანდამაინც რა თქმა უნდა არ გულისხმობ, რომ ხელფეხს იქნევს, ხომ? ეს შეიძლება ზიზღი იყოს, ეს შეიძლება აგრესიული ენერგიები, ხო, როდესაც ზიზღი აქვს, როდესაც აღარ უნდა თქვენთან, როდესაც თქვენი დანახვა უნდა და მსგავსი რაღაცები. აი ეს ყველაფერი წამოსული არის, აი სწორედაც რომ მესამე პირისგან. აი ეს მესამე პირი კი, ხო? მოდით აი ამას დავტოვებ იმისთვის, რომ უკვე ინახოს, ვისაც ამის სურვილი აქვს და საჭიროება აქვს პირად კონსულტაციაზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ცოტა ისეთი თემა არის, ხო, აქ ვადანაშაულებთ ადამიანს, პირდაპირ ხელს ვადებთ, ესე ვთქვათ, ამიტომ ეს უფრო პირადი კონსულტაციის საქმე. ეს შეიძლება იყოს მეტოქე ქალბატონი, მესამე პირი, რომელიც ესე შლის
და ანგარებს თქვენს ურთიერთობას და რა თქმა უნდა ეს მესამე პირი ქალბატონი არა როგორც ქალი მეტოქე შეიძლება იყოს, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, თუნდაც თქვენი პარტნიორის მხრიდან, ხო? რა ვიცი, დედა, მული, ბებია, მოკლედ შეიძლება ის მეგობარი ქალი, ვიღაცა ხო, ესეთი ამბავია მოკლედ აქ. არ ვიცი, აი ველოდები თქვენს გამოხმაურებას ძალიან საინტერესოა, ვისთან როგორ რეზონირდა ეს გაშლა და რა ვიცი, სრული შემთხვევაში იცით ჩემთან როგორ უნდა მომწეროთ, როგორ უნდა დამეკონტაქტოთ, ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, გაშლა, ენერგეტიკული დიაგნოსტიკა, რიტუალებთან დაკავშირებული წმენდის დაცვის და ასე შემდეგ რიტუალებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ უკვე პირადში. ყველას ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩემს არხზე, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს, მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.